ქრისტინემ ჭადიჯვრელიც ქირიაშვილის გმირობის შესახებ მოგიყვებით თუ როგორ მოკლა ლეკთა სამი ბელადი თოფით. 1754 წელს ლეკები შემოესიენ საქართველოს ნურსალბეგის მეთაურობით. ახმეტის გავლით ისინი მოადგნენ არაგვისპირს, აოხრეს გარშემო მიწები და მიადგნენ ჭადიჯვრის ციხეს. იქ ალყა შემოარტყეს და დაბანაკდნენ ლეკები. ატყდა ფიცხელი ომი. ქართველები მაგრად იბრძვიან და ამ დროს გამოჩნდა გმირი ქრისტინემ ჭადიჯვრელი. შუახნის ქალბატონი, რომელიც თითოეულ ქართველს ამხნევებდა, გაბრაზებული გადმოდგა ციხის ბურჯზე და დასჭექა თავისი თოფი. სამი ბელადი მოუკლა ლეკებს. ამ დროს ასევე გამოჩნდა ერეკლე მეორე და შეუტია ლეკებს, გააგდო მიწიდან, ამოხოცა უამრავი ლეკი დახოცა და გავიმარჯვეთ, ქართველებმა ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. ქრისტინემ ჭადიჯვრელმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. გააგულიანა ქართველები, ხასიათზე მოიყვანა თავისი სიტყვები, თავისი შეძახილებით მხნეობა მისცა ქართველებს. აი ესეთი ქალბატონები ყავდა ჩვენ. ხალხური ლექსი მიუძღვნეს მას, რომელსაც აგიკითხავთ. ჭადიჯვარს რომ მივატანეთ საქმე მაშინ გაჭირდება, იქ რომ ბებერმა საქმე ხნა, ისა რუქნია სხვასაო, ორი ბელადი მოგვიკლა, მთელ შაყრილ დაღეს ტანსაო, მესამე რო გამოვიდა დახე იმ ჭკუაბც დარსაო, ესროლა თავის მაჟარი მოარტყა შუა ძვალსაო, ამისი ჭამა ქელეხი ჭადიჯვარს ედო თავსაო, ღმერთო აცხონე ბებერი წავიდა თავის გზასაო. აი ესე უკვდავყო ქართველმა ხალხმა მისი სული და მისი სახელი.